გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ჯენესონ კოსკომის ადმინისტრატორი ვარ და მე ამ ვიდეო გაკვეთილში გასწავლით უკანა ფონის შეცვლას საიტზე, უკანა ფონის საიტზე შეცვლას. ეს ყველა სახის ვიდეო გადაღებული, მაგრამ ზუსტად არ აქვს და არ იცვლება უკანა ფონი. მე კიდე გადავიღებ ახლა ვიდეოს, რომ შეიცვლება უკანა ფონი ჩვეულებრივად. დავიწყოთ. ჩვენ დაგვჭირდება პატარა სკრიპტი, რომელსაც ვიდეოს მოვაყოლებ აუცილებლად. ნებისმიერ ბრაუზერი აკეთებს ამას. დავიწყოთ. შევიდეთ საიტის პანელში. მე განახებთ, რომ უკანა ფონი არ არის. როგორც ხედავთ, ჩვეულებრივი უკანა ფონია და მე შევუცვლი ახლა უკანა ფონი. შევიდეთ admin და მივწეროთ დახრილი ხაზი და admin. შემდეგ პაროლი აუცილებელია, იქ უსაფრთხოების კოდი აუცილებელია. შევიდეთ, დავიწყოთ customize desing, შემდეგ sitebage და ჩამოვიდეთ futmulus 1, ჩამოვიდეთ enter-ს მივცეთ, აი ამის ეს იგი რო არის. აი, ანუ ეს ამის გვერდზე დავაწვევით enter-ს და ჩამოვიდეთ. პირველად უნდა ჩავსვათ ეს სკრიპტი, რომელსაც ვიდეოს მოვაყოლებ აუცილებლად. ჩავსვათ ეს სკრიპტი და აქ სურათის ლინკი რო წერია, უნდა ჩავსვათ სურათის ლინკი. მე მაქვს ჩემი სურათის ლინკი. თანდაწყოთ დავწეროთ ცა. შეიძლება ნებისმიერი შეცვლა. და აი აგერ არის მე რომელიც მეყვარს მოსულ. ყველგან ამას ვახერხებ. და ჩავსვათ მივცეთ paste სურათის ლინკის მაგვრად, ლინკი რო წერია, იქ უნდა ჩავსვათ სურათის ლინკი. და დავსეიროთ. მე განახებთ, რომ ახლა დაყენდა, რაღაც სხვანაირი იყო და აი დაყენდა. ეხლა დიზაინი აგლახა და მით ვარ დაყენდა კარგად. ეს ვიდეო გაკვეთილი ამით დასრულებულია. თუ ვერაფერი ვერ გაიგეთ, შემოძანდით ჯენესონ კოსკომისგან.